ყველას მოგესალმებით, ჩემო კარგებო, როგორ ახართ, აბა მითხარით. როგორ გავდივართ სავსე მთვარეობას რთულად, ხო? ძალიან ბევრი გადის რთულად და აი ნახეთ როგორი მომენტებია ძალა არ გვაქვს, არაფერი არ გვაქვს, ხალისი არ გვაქვს. ვინც მუშაობთ, იმიტომ რომ ვალდებულება უნდა გავიდეთ, მოვიდეთ და აწერტილი შევ, ხო? ჩემო ძვირფასებო, გაივლის ეს პერიოდი გადაივლის, რა თქმა უნდა, მაგრამ იდეალურია სავსე მთვარეობა წმენდებისთვის, ლოცვებისთვის, აი მისწრება, ასე რომ ვთქვათ. რა თქმა უნდა, კიდევ ძალიან დიდი მადლობა თქვენ ჩემო ძვირფასებო დაფასებისთვის, იმ სიტყვებისთვის, ლაიქებისთვის, გულები, არ ვიცი, აი გულის სულს როდებთ და ალბათ მე ვთვლი, რომ ეს რო არა, მე შეიძლებოდა რაღაც ეტაპზე, იმიტომ რომ მე ჩვეულებრივად ვმუშაობ, სხვაგან ამის გარდა კიდევ ანუ 2 სამსახური მაქვს და ეს ჩემი საყვარელი საქმეა, სწორედ ამიტომ ვაკეთებ, მაგრამ აი მართლა ალბათ ეს დადებითი ემოცია რო არა და ეს ამდენი ადამიანის სიყვარული რო არა, შეიძლებოდა რაღაც ეტაპზე ხო, ან კი, როსთან მთელი ცხოვრება ვიმეგობრებ, მაგრამ აი დახმარებებს რაც შეეხება, ვისაც გეხმარებით, ხო? შეიძლება რაღაცა ეტაპზე შემიჩერებინა, ანუ თუნდაც წმენდები, თუნდაც მესამე პირის დაბლოკვები და ასე შემდეგ, ხო? რო ვხედავ, რომ ამდენ ადამიანს ვეხმარები, ამდენი ადამიანი ამდენ მადლობას მიხდის, ხო? ეს ჩემთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი. შესაბამისად, თორემ მე ვინც მიცნობს, იციან, რომ ჩემთვის არანაირად არა გადამწყვეტი მნიშვნელობა მატერიალური, რა თქმა უნდა, საჭიროა და გვჭირდება, მაგრამ ისე რომ კონკრეტულად კი არა წმენდებს, ვისაც ვკეთებ, დამეთანხმებიან, თანხას ვუყოფ შუაზე, კი არა 4-დაც ვყოფ, ანუ ეგ პრობლემა არ არის, ხო ხვდებით, მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ყველას მდგომარეობაში შევიდე. ჩვენი სურნელოვანი ჩხირი, ესე იგი, წყალს რო ვსვავთ, ზუსტად აი ესე ვჭამ სურნელოვან ჩხირებს, არ ვიცი. მოკლედ, ასევე ჩემო ძვირფასებო, ძალიან კარგი ამ პერიოდში კვირაში 2 ჯერ ჰიმალაის მარილით რო ვიბანავებთ, აი როგორც სკრაბს ხო ვიყენებთ დაბანის დროს, აი სკრაბის მაგივრად ჰიმალაის მარილი მუჭაში ჩაიყაროთ და აი ესე ტანზე ისვათ თმებშიც, კი ცოტა აგეწებათ კანი, მაგრამ მე უცბად დუშის ქვეშ შევარდით და დაიბანეთ და თან აი ამ დროს მარილით რო ვისკრაბავთ, თან უნდა ვთქვათ, რომ ყველანაირი ნეგატივი წაიღოს, ყველანაირი ცუდი წაიღოს, ამიტომ აი ამ წმენდების დროსაც იდეალურია ჰიმალაის მარილი კვირაში 2 ჯერ თუ არა ერთხელ მაინც რო გააკეთოთ. კარგით. მოკლედ დღევანდელი ჩვენი ვიდეო ეხება სიტუაციას პაუზაა თუ დასასრული. მე ვფიქრობ ძალიან საინტერესო იქნება. რა თქმა უნდა, რაიდერი ყველა ვარიანტში დამჭირდება. უბრალოდ ვფიქრობ, რომელ დასტაზე გავშალო. მოდი ჩვენი ნათელმხილველის დასტა, როგორ მიყვარს რაიდერი და ეს დასტა და აი ეს ვიყიდე ერთად, სამივე ერთად შევიძინე და აი ჩემი დასაწყისის პერიოდი, აი როდის ანუ არ მოგატყოთ 3 წელიწად ნახევრის წინ. და ძალიან მიყვარს ეს დასტები და თუ ცუდ ხასიათზე ვარ, თუ აი ხო თქვა და ვიდეო ჩაწერილი მაქვს, ნუ ან რაღაცნაირად ესე დრო მაქვს, როგორც კი ცუდად გრძნობ თავს, შემოვალ, ჩემ დასტებს ხელს მოვკიდებ, დავიმუხტები დადებითი აი ეს ენერგიით და მე უკვე კარგად ვარ. კარგით. მოდი ვნახოთ ეხლა, აი ნახეთ, შეხედე რა ხდება. ხელიდან დამისხვრით არკანები. მოდით ვნახოთ ეხლა, აი ვერ მოვიცალე ვიზუალი შევცვალო და მაგიდაც მთლიანად ყველაფერს ვსვლი და აი მართლა ვერ მოვიცალე, მაპატიეთ, აი ჩაიარეს იმ თვემაც და თან ბავშვები, ხო ხვდებით, წლის ბოლოა, ექსკურსიები, გადარგვენები, გამოშვებები და კი არა, ბავშვებსაც არ ვუთმობ იმდენ დროს ვაღიარებ, მე რო სამსახურიდან მივდივარ და შემოვალ ოთახში, всё. ამიტომ ვერ უთმობ განა არა, იციან ბავშვებმა, ყველაფერი ესმით, მაგრამ ვერ შევცვალე, მინდა რა, მოკლედ ძალიან მალე შევცვალე. ამისთვისაც გამოვნახავ დროს. 1 კვირა მჭირდება, ან 2. ოღონდ ივნისიდან ჯერ არა, მაისიც ვერ. მოკლედ, დავიწყოთ. რა ხდება ეხლა თქვენთან.
სიტუაცია ვისევ საუბრობთ. რა ხდება თქვენთან? რა თქმა უნდა, ეს არის საჯარო და პირადი კონსულტაცია ყოველთვის ჯობია ხოლმე. იმიტომ რომ 100,000 ადამიანს არც 1000 არა 4000 რაღაცა ნახვა მაქვს თითო ვიდეოზე TikTok-ზე. იმდენად ბევრი ნახვა. YouTube-ზეც ბევრი ნახვებია, ასე რომ ჩემო ძვირფასებო ჯობია ერთი ინდივიდუალური გაშლა ყველაფერს ჯობია. ესე იგი, რა სიტუაციაში ხართ ახლა? თქვენთან უბრალოდ რა სიტუაცია? რა სიტუაციაშია თქვენი მამაკაცი? ან ქალბატონი, ხო? მამაკაცები ვინც მეყურებთ ქალბატონები. შემდეგი მესამე კითხვა. ფიქრობ, ერთ წუთით მიყვარელ დროს არ წერ წინასა, ყოველთვის ფიქრობ. რას მოიმოქმედებს საერთოდ თქვენთან დაკავშირებით და თუ მოიმოქმედებს? შემდგომ თქვენ რას გთხოვთ სამყარო, იქნებ თქვენც გთხოვთ სამყარო რამეს და იქნებ მარტო ეს მამაკაცი არ არის ასე ვთქვათ დამნაშავე, ხო? და პაუზაა თუ დასასრული, ბოლო. ეს იქნება ბოლო კითხვა. და აბა ჩვენი რაიდერი ამიყოთ. ეს მეორე რაიდერიც მაქვს, მაგრამ იმით, ანუ ორი ოქროს რაიდერი მაქვს. ერთი ეს ჩვეულებრივი რაც მაქვს, მაგრამ ერთი ქართული და ძალიან უყვარს ჩემი პირველი დასტა. და აი ესეთი მაქვს კიდე ოღონდ ეს სწავლებისთვის მაქვს, მოსწავლეებისთვის ყოდალაგებული, გამზადებული ხოლმე, ასე რომ რაიდერითაც აუცილებლად ვაზუსტებთ, იმიტომ რომ საპასუხისმგებლო, როდესაც არის, ჯერ ყველა კონსულტაცია საპასუხისმგებლოა, აი პირადი ხო საერთოდ, მაგრამ აი ესეთი პაუზაა თუ დასასრული, რომ რაღაცა გადამწყვეტი ინფორმაცია უნდა გავცე. აუცილებლად ერთი დასტით ვერ გეტყვით პაპას. და იმერე მეტყვიან, რომ 5 წუთიანი ანუ დიდხანს უნდებით, დიდხანს იმიტომ უნდები, აი 5 წუთში მითხარით, რა გითხრათ 5 წუთი მე მარტო დასტისაც შეხვას უნდები და აი რა გითხრათ 5 წუთში მითხარით. არ შემიძლია. ვისაც მოგწონთ, შეგიძლიათ უყუროთ 5 წუთიან ვიდეოს. მე ვერ ვდებ. მე მაქვს ესეთი დიდი კონსულტაციები, დიდი გაშლები, აბა პირადი კონსულტაცია მაქვს საათნახევარი 2 საათი. სანამ თქვენ არ მოგისმენთ, სანამ ზუსტად არ გავიგებ მიზეზებს, მე გაშლას არ ვიცი. ასე რომ ვიღაცა იმისთვის იბადება, ვიღაცა ამისთვის და აი შეხედეთ ახლა თქვენ სიტუაციას ვიწყებ. აი უნდა დაგანახოთ ჯერ დასტის ფონები, რა მდგომარეობაში ხართ. აბა უყურე ამას. 6-იანი ხმალი, 5-იანი და 2-იანი ხმალი. ხედავთ რა ხდება? ხედავთ ხალხო რა ხდება? აი შეხედეთ თქვენ თვალწინ 100,000 ჯერ ავჩეხე. ხედავთ რა საოცარია ტარო? როგორ ზუსტად საუბრობთ ყველაფერზე? რა ცუდად ხართ ორივე? თქვენც და ისიც? ნახოთ, კაი რა სიტუაცია, რა ვიცით რა არის? თითქოს რაღაცნაირად ძალა გამომეცალა უკვე. ბოლო გაშლები არის ჩემი საჯარო, სულ რაღაცა, აი არ ვიცი რა. მინდა რაღაცა კარგი თქვა და ვერ ვიცახ, იმიტომ რომ არ მაძლევს საშუალებას ტარო. კარგით ვნახოთ რა სიტუაცია. აი რითი მიკეტავს თქვენი სიტუაცია. ჩამოკიდებული კაცი, გაჩერებული ურთიერთობა, ერთ დროს რო გეზეიმებოდათ ყველაფერი, ერთ დროს რო გიხაროდათ ყველაფერი და ეხლა ერთ-ერთმა აი ესეთი ბურჩი გადაწყვიტეთ ჩაჯდომა და თავს იცავთ საპირისპირო ადამიანისგან, ანუ თქვენი ყოფილი პარტნიორისგან, არ ვიცი რა მოხდა, არ ვიცი, კი ბატონო, შესაძლებელია წინა ვიდეო ჩემი მესამე პირზე იყო და არ არის გამორიცხული აქ, რომ მესამე პირის თემა იყო და აქ ძალიან დიდი ჩხუბი და დავიდარება მოხდა, მაგრამ კი ბატონო ეტლის სარკანით, ჩამოკიდებული მამაკაცით, სიტუაცია, რომელიც არ ვიცით, როდის ჩამოიხსნება. ჯერჯერობით კომფორტულად გრძნობს თავს, ჯერჯერობით არაპირებს აქედან ჩამოსვლას და ასე ვთქვათ, სიტუაციები თავიდან დაიწყოს და დაალაგოს ჯერ. ანუ ჯერჯერობით გაჩერებულ სიტუაციას უყურებთ. ოღონდ დავიდარების შემდგომი, აგერ, აი რაც მე დასტის ფონი განახეთ და აქ კიდე მოყვება
კი დაინახეთ თქვენი თვალით. გაჩერებული სიტუაცია. ენერგიები ვნახოთ თქვენთან დაკავშირებით მამაკაცს. ოპა. ხა გეტყვით. რაღაცა გაფართხალებები გქონდა. ვერ მოგატყუებთ. რაღაც ახალ პლატფორმაში უნდა გადმოსვლა, თითქოს რაღაცების ცვლილება, თითქოს სიტუაციები, ამან ძალიან ბევრი ტრანსფორმაცია გაიარა, ძალიან ბევრი რაღაცა ყირამალა სიტუაცია გაიარა, მაგრამ ნახეთ, ამ საკითხზე რაღაცა ეტაპი მუშაობდა, მე ვერ მოგატყუებთ, რომ არ მუშაობდა, მაგრამ იმდენად სიტუაცია აირდაირია, აი როგორ ავხსნა, ისეთი რომ ვეღარ იქნება, როგორიც იყო, მივხვდით? ერთმა მხარემ რო უნდა იბრძოლოს, აი ორივე მხარემაც რო იბრძოლოს, ვერა ერთმა ძალიან მეტი უნდა გააკეთოს, რომ ისევ იქამდე მიხვიდეთ, რაც იყო, მაგრამ ვერ მოგატყუებთ ჩემო ძვირფასებო ზღაპრებს, მე ვერ მოგიყვებით ჩაწერეთ ზღაპრები YouTube-ზე, მაგის მეტი რა არის. ნახეთ, რის თქმა მინდა, ის აღარ იქნება, რაც იყო. მივხვდით რა მინდა გაიგოთ, აი ის რა ურთიერთობაც იყო, კი ეტლის არკანი დააგნახეთ, სიტუაცია დაიძრა, წამოვიდა, მე ისევ გაჩერდა, წავიდა, წამოვიდა, უკან კიდე ეტლი გაჩერებული არიან, რაიდერში სფინქსები კიდე როდის დაიძრებიან, კაცმა არის, ხო? მაგრამ აი ამ გაბრაზებით, აქ ამათიანის ხმლებით, აი აქ ეხლა პაჟის ხმლებით, ნაჩხუბარი დავიდა რა ბაწე, წინ და უკან წადი, წამოდი, წადი, ნუ აქ როგორ ჩანს ოჯახებიც იყო შეიძლება, როგორ ჩანს პარტნიორები იყვნენ, აქ დიდი აყალმაყალი, მე როგორ ჩანს ერთი მხარე იდგა და მუშაობდა ამ საკითხზე, რომ იქნება და სიტუაციები შეეცვალა, მაგრამ ჯერჯერობით სიტუაცია მაინც გაჩერებულია, იმიტომ რომ რა არის იცით, მე მესმის თქვენი ზოგი ადამიანი, აი მე ვარ ესეთი. სხვაჩორს ცუდი თვისებაა ჩემთვის, ახლა წყლის კიქია ვარ და ნახეთ როგორი ადამიანი ვარ და დამეთანხმებით ვინც ხარ წყლის კიქიები. წყენა მარტივად მავიწყდება, მეორე წუთას აღარ მახსოვს. მაგრამ ჩვენი საპირისპირო სქესი ხო არ ვიცით როგორია? ესე იგი სხვანაირია, ესე იგი ის გულში იდებს. შესაბამისად მეორე წუთას მე რო არ მახსოვს და ვურეკავ და ვაიმე პატარა ბავშვით და რა გეწყინა? ეწყინა კი არა, ბევრი რამეც ეწყინა, ხო? ვიჩხუბეთ, ვიკამათეთ, დავიდა რა გქონდა ყირამალა სიტუაცია და ნახეთ მე გადამიარა მეორე დღეს და ვეძალავები ვთხოვ რომ ამასაც გავუაროს. ესე არ ხდება, ჩემო ძვირფასებო. ესეთი მარტივი არ არის, ყველა არ ვართ, ხო? ანუ საკუთარი შვილები არ გუგავს, მოდით ვაღიაროთ. არც ერთი ჩემი შვილი არ მგავს. მივხვდით რის თქმა მინდა, ამიტომ რა უნდა მოთხოვოთ ადამიანს, ხო? რომ გინდა თუ არა შემოაბრუნე, როგორც მე შემოbrunდი, შენთვის ისე შემოbrunდი ჩემთვის, ხო? დაწყენი გაბრაზების მერე და ჩხუბის მერე აღარ უნდა. ჩამოეკიდა და გაჩერდა ჯერჯერობით, არც ვიცით როდის ჩამოიხსნება. ნახოთ თქვენთან დაკავშირებით კიდე აი რამეს თუ გეგმავს, საერთოდ აი რამეს თუ აპირებს ამ ურთიერთობასთან დაკავშირებით და ნახეთ აქ კი როგორც გითხარით, ზოგთან ეხა დაწყებულია მუშაობა და მაგია უკვე ზოგთან მოხსნილია, უბრალოდ არის რომ შიგადაში სანამ გამოვა ადამიანი ანახებს კიდეც, მაგრამ ნახეთ შეხედეთ განდეგილში ადამიანი ჯერჯერობით აქ მე რო გითხრათ რომ რაიმეს დაგეგმავს და რაღაცას თქვენს მიმართ ნაბიჯებს გადმოდგავს, მოვიტყუები, მივხვდით? მაგრამ ყველაზე მთავარი რის თქმაც მინდა რაღაცა ხო, სათხოვარით შეიძლება გქონდეს, არ ვიცი საერთო ნაცნობი გყავთ ვინმე და იმ საერთო ნაცნობს ეტყვის, რომ რაღაცა სიტუაცია დამალაგებინე, ოღონდ ჯერ არა. ახალი ფურცლიდან უკვე უნდა კი ამას დაწყება, იმიტომ რომ ძალიან დიდ ძალას და ენერგიას აძლევდით თქვენ. ისევ უნდა 10,000-ებში, მაგრამ ეხა ისეთ გაბრაზებული სიტუაცია მე არ გამორიცხავ აქ ეხა განდეგილში რომ ადამიანი არც ვიცით როდის მოbrunდება, მაგრამ ყველა შემთხვევაში აქ რაღაცა შეიძლება შეეცადოს ადამიანი, არ ვიცი საერთო ნაცნობობით, არ ვიცი სიტუაციებით, რომ რაღაცა ასე ვთქვათ აწონ-დაწონოს თუ როგორ ავხსნა, ხო, რა და გადაიფიქროს, გადმოიფიქროს, როგორ ჯობია, როგორ არ ჯობია. კარგით. გადავიდეთ ეხა პაუზა თუ დასასრული. არა, პაუზა თუ დასასრული ბოლო იყო, თქვენ რას გთხოვთ სამყარო, აი გამახსება. და კი ბატონო, აი იმიტომაც ვერ ივიწყებთ ამ ადამიანს. თქვენ საპირისპირო სქესს, მამაკაცები მიყურებთ, თქვენ უნდა ჩაიფიქროთ საპირისპიროდ. სექსუალური კაცი, სექსუალური პიროვნება, არ ვიცი, რა ვიცი, რომელთანაც კი ბატონო ორიენტაციებით იდეალურად იყავით, იდეალურ სიტუაციაში ბრძანდებოდით, მაგრამ ნახეთ, ქარბორბალა,
ჩვეულებრივად ქარბორბარამ გადაიარა. მაგრამ ნახეთ რას გთხოვთ თქვენ სამყარო? გეტყვით ეხლა, მოდით მე კიდე დავამატებ სამარკანს და ისე გეტყვით თქვენგან რას გთხოვთ სამყარო, ძალიან მეინტერესებს. გვერდიდან ვიღებ არკანებს ახლა ისე ოპა ახლა რას თხოვს სამყარო გეტყვით ახალი ნაპირისკენ წასვლას მოგიწოდებთ კი მაგრამ მე არ გამორიცხავ ეს ახალი ნაპირი თუნდაც ამ იმპერატორს უკავშირდებოდეს ანუ რაღაცის თავიდან დაწყება იმიტომ რომ ის მომენტი რაც გეზეიმებოდათ იგივე შეგრძნება რომ წამოვიდეს და იგივე შეგრძნება დაგვაუფლოს რაღაცა უნდა გავიაზროთ რაღაცა უნდა ვისწავლოთ თქვენ გეუბნებით ვინც მიყურებთ იმიტომ რომ აქ ნახეთ თქვენს გთხოვთ სამყარო პასუხს მარტო ეს ადამიანი არ არის დამნაშავე ჩემთან პირად კონსულტაციებზე ვინც არიან ყველა მიცის რომ რადგან მეორე ადამიანი არ ესწრება გაშლას იმას არ ნიშნავს რომ მე იმაზე ცუდი რამე ვთქვა გამორიცხულია ჯერ უნდა ვნახო სიტუაცია ჯერ ცუდი რამის თქმა და ახლა ჩხუბი თუ მინდა საჯაროშიც ჩხუბობ ხო რო ბრაზები ხოლმე მამაკაცებზე ქალებზეც გაუბრაზებულა ყოფილა ეს შემთხვევები მაგრამ ყველა შემთხვევაში აქ თქვენ იმხელა ძალას ენერგიას პლუს ამას ერთმანეთს ძალიან ბევრი რამე სწავლეთ ეს არ არის მცირე ხნიან ურთიერთობას ეს კარგი ხნიან ურთიერთობაზეა უბრალოდ ზოგი მაგიის გამო დაშორდა ზოგი რაღაცა ბავშვური მიზეზების გამო დახოცეს ერთმანეთი მაგრამ იმპერატორად მიჯდება ეს თქვენი ბატონი ნახოთ კარგით პაუზა თუ დასასრული ეხლა ნახეთ ორიანი ხმლები მიხურავს მაგრამ მე მაინც ვფიქრობ რომ კი შესაძლებელია რაღაც მომენტში პაუზაც იყოს შეიძლება ზოგისთვის დასასრული მაგრამ აქ ისეთ ილუზიას ხედავ ამ ყველაფერთან ერთად თავის თავთან ისეთ ბრძოლებს და ჩხუბს ხედავ არ არის გამორიცხული რომ რაღაცა აი მოდით დავამატებ რა იმიტომ რომ ორიანი ხმლებით რეალურად ადგილს ვერ პოულობთ ეხლა ისე ხართ ნახოთ პაუზა თუ დასასრული გითხარი აქაც გადავირი, აქაც ორიანი ხმლები. მეორე დასკითუნას შეხედეთ. 50-50-ზე არ მიშვებს, ანუ ორი გზა გაქვთ და ერთ-ერთი გზა უნდა აირჩიოთ, მაგრამ რომელი? კარგით, მოდი ახლა ვიკი, ესე იგი, ორი გზას გიჩვენებთ ტარო, მაგრამ რომელი გზა უნდა ავირჩიოთ? ნახოთ. რომელი გზა უნდა აირჩიოს, რომელია სწორი გზა. ნახეთ. აუф, რიან მახმლებმა ჩამიკეტა ერთი წუთით. არ მომწონს სიტუაცია, არ გამოვრიცხავ რომ ზოგისთვის აქ დასასრული იყოს. ვამატე და ვამატე არკანები. რვიანის ხმლების მერე კიდე ამოვიღე და მერე კიდე ხუთიან პენტაკლები. არ გამოვრიცხავ, მაგრამ არც იმას გამოვრიცხავ, რომ ბრძოლამ შედეგი არ გამოიღოს. უნდა გამოიღოს წესით ბრძოლამ შედეგი, იმიტომ რომ ნახეთ როგორი მიჯაჭულობა გაქვთ, საოცარი მეშმაკის არკანია, ეს მიჯაჭულობა დიდი, პლუს ამას ეგოისტობა გაქვთ. მე ვფიქრობ, აქ ერთი მხარე ძალიან ბევრს აკეთებს, გააკეთებს კიდეც. ერთი მხარე უფრო მე მაპატიეთ ახალად მძინავს ერთი მხარე უფრო მეტს გააკეთებს მიხვდით არ გამორიცხავ ეს კი ბატონო ეს კი იყო სასჯელი ეს კი იყო ჯაჯმენტი ეს კი იყო გამოცდა მაგრამ ეს ეგოისტობა თუ ჩაირთვება და ეს სიტუაციები და ეს ჩაირთვება რა ქვია ეშმაკის არკანით მიჯაჭულობა ხო მიჯაჭულობა რაც გაქვთ ეს იდეალურია რო არის იმიტომ რომ მიჯაჭულობა ხშირად გადაარჩენს ხოლმე ურთიერთობას ამიტომ მე ვფიქრობ რომ კი ბატონო აქ შესაძლებელია რაღაცა პროცენტისთვის დასრულება იყოს, მაგრამ შესაძლებელია რაღაც პროცენტისთვის პაუზა იყოს აი ამის გამო. აი ამ სიტუაციის გამო, მიხვდით? აი ამ მდგომარეობის გამო. რომ იჯაჭულობაა და შეიძლება რომ ამან ურთიერთობა გადაარჩინოს. მე მეტის თქმა არ შემიძლია, კი არა ზედმეტად დავამატე არკანები, იმიტომ რომ არ მომცა საშუალება ვამატე დავამატე, მაგრამ არ მომცა საშუალება კიდე აი ასე ვთქვათ რაღაცა უკვე იმიტომ გითხარით პენტაკლების დედოფალი აქ გათხოვილებს ეხებათ შესაძლებელია დანგრეული ოჯახი შესაძლებელია
ეხლა იმყოფებოდეს ხო, რამდენია იმყოფება ქორწინებაში, მაგრამ სიყვარული ცხოვრობს, ხო ხდება ეს შემთხვევებით გვაქვს და იმის გამო რომ წასასვლელი არ აქვთ, ვერ დგავენ ვერანაირ ნაკრში. აი ეს იყო ჩემი ძვირფასებო დღევანდელი გაშლა. კიდევ ვიმეორებ, მე მაინც ვფიქრობ, რომ რაღაცა იმედები არსებობს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ 70%-ისთვის ეს ვიდეო დასასრულია. არ ვიცი რა ვიცი, კიდევ ვიმეორებ, ეს არის საჯარო და მოიღუშებიან ხოლმე და მე ისე წინს და ტირიან. არა, ჩემი ძვირფასებო, ეს არის საჯარო. ამიტომ რა თქმა უნდა, ჯობია ერთი პირადი კონსულტაცია, ამდენ სკროლვას, ხო? სკროლავთ, რეალურს ვერ იგებთ, ხვილი იმედი გაქვთ და რა ხდება? აი რა ხდება, მითხარით, ნერვოზი, ფსიქოზი და ყველაფერი გემართებათ. აი პატარ-პატარა ვიდეოების გამო და სკროლის გამო ნერვოზი და ფსიქოზი გემართებათ. ერთი პირადი კონსულტაცია. დადგებით და გაერკვევით და მე აღარც მოკლე ვიდეოებს უყურებთ. შეიძლება უყუროთ ისე რა, გასართობად. თორე სამაგიეროდ დაიმედებული იქნები და ზუსტად გეცოდინებათ, რისი იმედი უნდა გქონდეთ და რისი არა. ხო ზღაპრებში რატო უნდა იყოთ, რაც ლაპარაკობთ, ამაზე საშინელება არაფერი არ არის ხალხო. რეალური უნდა იყოს ყველაფერი, არ შეიძლება ესე ზღაპრებში ყოფნა. თორე გადაწყვეტილებას თქვენ იღებთ, თქვენ ნება. აი ეს იყო დღევანდელი საჯარო გაშლა, ჩემი ძვირფასებო, პაუზა აქვს დასასრული, გელოდებით კომენტარებშიც, რა თქმა უნდა, YouTube-ზე რომ აიტვირთება დაბლა ნომერი წერია, შეგიძლიათ გადმოხვიდეთ ამიტომ შეხვედრა, TikTok-ზე მწევთ პირადში და მე თვითონ გამატებ ტელეფონის ნომრით. მიყვარხართ, გაფასებთ დიდი მოკითხვა ემიგრანტებს კიდევ და კიდევ ძალიან მიყვარხართ და გაფასებთ ჩემი ძვირფასებო, გამძლეობა თქვენ. ეხლა დაგემშვიდობებით დროებით.